დღევანდელი საღამოდან 19 იანვრამდე არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დრო პრაქტიკებისთვის, რიტუალებისთვის, ტაროს გაშლებისთვის, სასურველ კითხვაზე ზუსტი პასუხი რომ მიიღოთ. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი გაშლა არის საჯარო, შეგიძლიათ მომართოთ პირადში და ჩაეწეროთ პირად კონსულტაციაზე წმენდებზე, პრაქტიკებზე, პროგრამულ სანთლებზე და ასე შემდეგ. ახლა კი გავიგოთ, თუ რა უნდა გაითვალისწინო შენს ადამიანთან მიმართებაში. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ღრმად ჩაისუნთქე და დავიწყეთ. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო, რა უნდა ვიცოდეთ? ანუ ნახე, რატო ბლოკავს შენს თავს? მესმის წარსული გამოცდილების გამო, მაგრამ შენ თავადვე შინაგან კონფლიქტში ხარ. ანუ შენ სურვილ იცი, რეალურად იცი, სტაბილურობაც გინდა, მაგრამ შენ თავადვე ბლოკავს შენს თავს. ძალიან ბევრ თქვენთაგანს, რომელსაც არც თუ ისე კარგი წარსული გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით პირადის კუთხით და ასევე მეგობრების კუთხით, ეს არა მარტო ეხება პირად და სასიყვარულო ურთიერთობას, ასევე მეგობრობასაც და ნდობასაც. ძალიან დიდი პრობლემა არის იქ, რომ გადასალახი გაქვს ეს. ნდობის ფაქტორი გაქვს გადასალახი აუცილებლად ადამიანებში. თუ არ გაეხსნები ამ სამყაროს და ადამიანებს, ანუ შენთვის სასურველ ადამიანთან ურთიერთობა არ გამოგივა. ასევე მეორე კატეგორია ადამიანების უყურებენ ამ ვარიანტს, რომლებიც არ აძლევენ საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას. შენ თითქოს და წმენდა გჭირდება. შენ თითქოს და შენ თავს თავადვე ბლოკავ. თითქოს არ ხარ ღირსი ბედნიერების. ძალიან პრეტენზიული ხარ ასევე მამაკაცების მიმართ და მამაკაცებო ქალების მიმართ. ანუ არ შეიძლება. კი, საუკეთესოს იმსახურებ, მაგრამ ეს უკვე დეტალურ პრეტენზიულობაში გადაგდის. მიეცი შენ თავს უფლება, ხომ მოგწონს ეს ადამიანი, მოგწონს მასთან ურთიერთობა, ბევრი საერთო გაქვთ. მე არ ვამბობ, რომ მიდი და ოჯახი შექმენი ერთ დღეში. არა. მაგრამ მიეცი შენ თავს უფლება, რათა დატკბე ამ ცხოვრებით. მიეცი უფლება შენს თავს. მეორე ვარიანტის შემთხვევაში, მეორე ვარიანტს რაც შეეხება, ნუ ეჭიდები ესე ძალიან, ნუ ეჭიდები შენს რესურსს, ნუ ეჭიდები შენს რუტინას, ნუ ეჭიდები შენს ყოველდღიურ პრობლემებს და ნუ ფიქრობ, რომ ახლა უსაფრთხოდ ხარ, როგორც ხარ ამ მომენტში. განსაკუთრებით თუ აქ ურთიერთობას არ მიჩვენებს, მეორე ვარიანტში უფრო მეტად არის სამსახურზე, სწავლაზე და გეგმებზე. ყველაფერი გინდა ერთბაშად. ყოველდღე დგები და შენ თავს ეუბნები, რომ არ ხარ კმაყოფილი. გაორება გაქვს. ხანაც კმაყოფილი ხარ იმით, რაც გაქვს, ხანაც უარყოფ ყველაფერს აბსოლუტურად და თვლი, რომ შენი ცხოვრება ჩიხშია და არ არის გამოსავალი. მაგრამ გამოსავალი ნამდვილად არის. გამოსავალი არის ოქროს შუალედში. დააკვირდი ასევე შენს იგრუპყოფ ადამიანებს და ყველასგან ნუ აიღებ საჩუქრებს და ყველას მოწოდებულს ნუ დალევ და ნუ შეჭამ. განსაკუთრებით ეს ეხება მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს. შენ თავადვე ამ სტაგნაციით ქმნი ისეთ სიტუაციებს, სადაც შენ თავადვე შეკავ შენი თავი ჩიხში. თუნდაც ახალ რაღაცას დაიწყებ, ახალ რაღაცის სწავლას, ახალ სამსახურს, რაღაცა ახალ იდეას დაადგები და შემდგომში უკვე შენ თავადვე იბლოკავ შენ თავს. იმიტომ რომ გონია, რომ გამოსავალი არ არის და რატომღაც უკეთესობის იმედი არ უნდა გქონდეს. ეს ასე არ არის. შენ გჭირდება სიმშვიდე, შენ არ გჭირდება დაძაბული ცხოვრება, უნდა მოდუნდე და ზომიერებით უნდა იყო. სწორედ აი ამ ზომიერებას, როდესაც მიაღწევ, მერე ცხოვრების ყველა სფერო დაგილაგდება, მაგრამ განსაკუთრებით ამ მომენტში შენ ხარ მოწადინებული იმაზე, რომ გქონდეს შენი საქმე, შენი სამსახური, შენი სახლი და გქონდეს სტატუსი. საზოგადოებაში გაღიარებდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები. შენ ახლა მუშაობ სწორედ ამაზე. გახსოვდეს ასევე, როდესაც მეგობრები გაძლევენ რჩევას, ისინი არ გეუბნებიან შენ ცუდს
და ესე ხისტად ნუიღებ ხოლმე ამ ყველაფერს. ნუ გონია, რომ უფროს თაობას არ ესმის, აიღე უფროსი თაობის გამოცდილება, ახალი თაობის გამოცდილება, გააკეთე ამის ნაზავი, ისწავლე ანალიზი უფრო მეტად გაანალიზე შენი ემოციები, შენი ქვეცნობიერი, რა გინდა. აი, კარგად დააკვირდი ამ სიტყვებს და დაინახა თურმე გამოსავალი როგორ ცხვირწინ გქონია. ამ მომენტში სწორედ ეს არის. გახსენი შენი ფიქრები რაღაც ახალში გადადგი ნაბიჯი. სწორედ ეს გჭირდება შენ.